ჩვენ დავბრუნდით მეგობრებო, გადაცემის მეორე ნაწილში, როგორც გითხარით, გვეყოლებოდა სტუმარი, ის გახლავთ ჟურნალისტი, წელიწამყვანი მსახიობი, ჩვენი კოლეგა ოლგა ბაბლუანი, მოგესალმებით. მოგესალმებით, გლადობ სტუმრობისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი მას იცნობს პროექტით მშვიდობითი არაღო და რატომ მოგიწვიეთ ეს თემა დავანონსოთ, კიდევ ერთხელ გავემეორებთ. მან ჩაწერა ინტერვიუ ნაციონალური ფრონტის პრეზიდენტთან, საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის პრეზიდენტთან, მარინ ლეპენთან, სადაც ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრეს. პირველ რიგში ეს იყო, თქვათ, მისი მზარდი პოპულარობის მიზეზებზე, ასევე დამოკიდებულება რუსეთის პუტინის რუსეთთან და ასევე საქართველოს კონტექსტში ეს ცვლილებები როგორ აისახება და როგორი დამოკიდებულება მას ჩვენ ქვეყანასთან. თუმცა სანამ ამ თემაზე გადავიდოდეთ და დიალოგის რეჟიმში წავიყვანოთ ეს საუბარი, მოდი ვნახოთ ინტერვიუს ნაწილი. თორემ ძალიან დიდი მასალაა და ვნახოთ მხოლოდ ნაწილი. კი ბატონო. ვიცი რომ წინააღმდეგი ხართ მონდიალიზაციის. თქვენ საუბრობთ იმიგრაციაზე. ფიქრობთ თუ არა რომ არსებობს თანაცხოვრების პრობლემა საფრანგეთში? არის თუ არა კოსმოპოლიტიზმის პრობლემა საფრანგეთში? დიახ, ეს ნათელია ჩემთვის. მე არ მჯერა მულტიკულტურალისტური მოდელის. მულტიკულტურალისტური მოდელი არის მულტიკონფლიქტური მოდელი. და მინდა გითხრათ, რომ საფრანგეთს ჰქონდა სურვილი მასობრივად მიიღო ემიგრანტები და ამავდროულად ასიმილაციის იდეა ჩაენაცვლებინა ინტეგრაციის იდეით. მინდოდა ეს კითხვა და მესვა, რა განსხვავება ასიმილაციასა და ინტეგრაციაში? განსხვავება უდიდესია. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ გისვამთ ამ კითხვას, რადგან ასიმილაცია არის კულტურული სუიციდი. ჩვენ არ ვართ იძულებულები კულტურული თვითმკვლელობა მოვახდინოთ. მე საფრანგეთში შესაძლოა ჩამოვედი, მოვახდინე ინტეგრაცია და რა კულტურული სუიციდი, ასიმილაცია. მე ვფიქრობ, რომ კულტურული სუიციდი გადაჭარბებული ტერმინია. რა არის ასიმილაცია? ასიმილაცია არის მსხვერპლის გაღებაც. მსხვერპლის, რადგან ჩვენ ვტოვებთ საკუთარი თავის გარკვეულ ნაწილს, რათა ინტეგრაცია მოვახდინოთ იმ ნაციონალურ ჯგუფში, რომლის მოქალაქეობასაც ვითხოვთ. ინტეგრაცია ტოტალურად განსხვავებულია, მრავალმხრივია. მობრძანდით როგორც მაკდონალდში. შეინარჩუნეთ თქვენი ფასეულობები, თქვენი ჩვევები, თქვენი კულტურული ქცევის წესები, ტრადიციები და კოდები. გასაგებია, მაგრამ ეს მეთოდი არ მოქმედებს და იწვევს დაძაბულობას. რატომ არ მოქმედებს? რატომ და იმიტომ რომ ფასეულობების კონფლიქტს ვაწყდებით. აი ეს არის მარტივი მიზეზი, როდესაც ვხედავთ, რომ დღეს ადამიანების გარკვეული ჯგუფი ითხოვს სკოლებში განსხვავებულ მენიუს. როდესაც მათგან ვხედავთ დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ცვლილებები შეიტანონ სასკოლო წიგნების პროგრამაში, რადგან თურმე გარკვეული დეტალები შოკის მომგრულად მიაჩნიათ. როდესაც იგივე ჯგუფები ითხოვენ განსხვავებულ გასახდელებს სპორტულ ინსტიტუციებში, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატარა გოგოებსა და ბიჭებს ერთი გასახდელი შეიძლება ჰქონდეთ. ერთ მომენტში ხდება შოკური ეფექტი. იბადება კითხვა. რომელ ნორმებს უნდა დაემორჩილონ ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენთან საცხოვრებლად? მე ნათლად ვამბობ, ჩვენსას. ჩვენ ვისაუბრეთ ტოტალიტარიზმზე. მე წავიკითხე რუსულ პრესაში, რომ ვლადიმერ პუტინს თქვენ აღმოსავლეთის უფროს ძმას უწოდებთ. არა, მე სიტყვები არასოდეს გამომიყენებია. არასოდეს? არასოდეს. მე მსურს ნატოდან გამოყოფა. მიზეზი ის არის, რომ ნატო დღეს ამერიკელების დომინაციის ქვეშ არის. მე კი ვარ თავისუფალი ქვეყნის პოლიტიკური პასუხისმგებელი. მე ვარ დეგოლის ნამდვილი მიმდევარი. არ მინდა რომ ვინმე რაიმეს მაძალებდეს. საფრანგეთს აქვს სუვერენიტეტი. ნატოს დღეს არანაირი ფუნქცია აღარ გააჩნია. რა ფუნქციის მატარებელია დღეს ნატო? რა დანიშნულება აქვს მას დღეს? ამიტომაც არ მივიღებ მონაწილეობას ამერიკულ ომებში, რომელიც ამერიკის ინტერესების დამცველია. სურს რომ საფრანგეთი იყოს დამოუკიდებელი სუვერენიტეტის მქონე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთი ვასალიზაციიდან მეორეში გადასვლა. რაც შეეხება რუსეთს, ვთვლი რომ ეს არის დიდი ერი, რომელთანაც საფრანგეთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეკონომიური და სტრატეგიული პარტნიორობა. ისეთივე სტატუსით, როგორიც მას გააჩნია მსოფლიოს სხვა ძლიერ ქვეყნებთან. მე თანასწორი სამყაროს მომხრე ვარ. არ ვფიქრობ, რომ ერთის მორჩილებიდან მეორეში უნდა გადავიდე.
თქვენ ამბობთ, რომ ისლამისტურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად რუსეთთან აპირებთ საუბარს. როგორ აპირებთ ალიანს ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან? და თქვენ მეთანხმებით, რომ რუსეთი ტოტალიტარული სახელმწიფოა? არა, ვერ დაგეთანხმებით. ვერ დავეთანხმებით? რუსეთი არ არის ტოტალიტარული სახელმწიფო. ვლადიმერ პუტინმა ბევრი რამ გააკეთა მისივე წინამორბედის ფონზე. რუსეთს ეკონომიური არსებობის საშუალება მისცა, ისევე როგორც დიპლომატიური არსებობის საშუალება. რა მეთოდებით, რის ფონზე? როგორ რა მეთოდებით? იგივე მეთოდებით, როგორც დღეს ის მოქმედებს. მე დემოკრატიაზე გელაპარაკებით, მაგრამ რა არ არის დემოკრატიული? რუსეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა. ეს ის ქვეყანაა, სადაც არჩევნები ტარდება. თქვენ ჭკვიანი ქალი ხართ. ერთ ამბავს მოგიყვებით. კი ბატონო, მესმის, მაგრამ ერთი კითხვა მინდა გეგიმეოროთ. რატომ არ უნდა საფრანგეთს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდეს დემოკრატიული და ისტორიული მეგობარი ამერიკა, რომელსაც აქვს ფასეულობები დემოკრატიული, რატომ ირჩევთ რუსეთს პარტნიორად მაგალითად? ვფიქრობ, რომ რუსეთი ეშმაკისეულის პოზიციაში არის წარმოდგენილი. ეს იმიჯი შექმნილი და ორგანიზებული ამერიკული პროპაგანდის მიერ. მათ ეშინიათ, რომ რუსიერი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მსოფლიოში. სწორად მიმაჩნია საფრანგეთის კავშირების გამყარება რუსეთთან. უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ არის უდიდესი საკომუნიკაციო ომი რუსეთსა და ამერიკას შორის. ეს სირიაში კარგად დავინახეთ. მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ამ ომში მონაწილეობის მიღებას. არც ამერიკელების მიერ შექმნილ რუსეთის იმიჯს ვიზიარებ. ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩვენი ინტერესები კი რუსეთთან ეკონომიური, სტრატეგიული და ენერგეტიკული კავშირებია. ასევე უნდა შექმნათ კოალიცია რუსეთთან, რადგან ვერ მოვახერხებთ რუსეთის გარეშე ისლამისტური სახელმწიფოს დამარცხებას. ასევე სირიასთანაც, რადგან ბაშარ ალ-ასადი წარმოადგენს დღეს სირიის სახელმწიფოს და ასადის პირადი ინტერესები მე აბსოლუტურად არ მაღელვებს. მასთან კოალიციით მე ვიცავ ევროპისა და საფრანგეთის ინტერესებს ისლამისტურ სახელმწიფოსთან მიმართებაში. კარგით, იცნობ თუ არა საქართველოს? არა, ვიცნობ, მაგრამ არ ყოფილვარ არასოდეს. იცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 25% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ვერ გავექცევით ამ კითხვას, იცით, მარინ ლე პენ. რა სიტყვით ამის შესახებ? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს იმ ქვეყნების ნაწილში შედის, სადაც ამერიკა ხელებს აფათურებს. საუკეთესო დემონსტრაცია უკრაინაა. ამერიკელი ხელისუფლება იყენებს ამ ქვეყნებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ამ ქვეყნებისთვის. ეს ამერიკელების ინტერესებს ემსახურება. საჭიროა ამ ქვეყნებმა გააცნობიერონ ეს ფაქტი და დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. პოლიტიკური მანიპულაციების საშუალებით შექმნილ კონფლიქტების მიუხედავად, მათ უარი უნდა თქვან ამერიკელების მარიონეტებად ყოფნაზე. მაგრამ რუსეთის სათამაშოდ არ ვიქცევით, რადგან რუსეთისგან არის ოკუპირებული. არც ერთის და არც მეორისი არ უნდა იყოს. ჩემი პოლიტიკის ნაწილია, რომ ყველა ნებისმიერმა სახელმწიფომ საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ. მე წონასწორობის სამყაროს მომხრე ვარ. მინდა რომ ნებისმიერ ქვეყანას ვუსურვო ის, რასაც ჩემს საკუთარს ვუსურვებდი. მოგიდანეთ ქართული ღვინო. ჩვენ ღვინის დიდი კულტურა გვაქვს. ჩვენ დაბრუნდით სტუდიაში, ჩვენ ვნახეთ ინტერვიუ მარინ ლე პენთან. ნამდვილად კი ვიცოდი ახლა მისი ზოგადი სამხედველობა ბევრ საკითხზე, მაგრამ ნამდვილად ზოგიერთ ფორმულირებას და არგუმენტაციას ნამდვილად არ ველოდი, განსაკუთრებით თქვა რუსეთის დემოკრატიულობაზე და ასე შემდეგ. ხო, საკმაოდ რადიკალური და საკმაოდ ხო, საქართველოს კაი მივალთ ამ თემამდე რუსეთთან საქართველოს. როგორ გაჩნდა საერთოდ იდეა, რატომ გაგიჩნდათ იდეა მასთან შეხვედრის და როგორ დაითანხმეთ? მე ვიცი რომ არც მარტივია თქვა. არ არის ნამდვილად მარტივი და გაცნობიდან ძალიან მალე დამთანხმდა ამ ინტერვიუზე, მაგრამ ეს იყო პირველი ინტერვიუ იმისა, რასაც მე ვაპირებ ინტერვიუების სერიის გაკეთებას, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური, კულტურული, პოლიტიკური სფეროების ადამიანების ინტერვიუები, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან აუცილებელია, რომ საქართველოში ადამიანები ამას იცნობოდნენ
სხვა ევროპელ წარმომადგენლებს, რადგანაც რაც უფრო უკეთესად ვიცნობთ რა ხდება გარეთ სამყაროში, უფრო უკეთესად ვიცით სად ავართ ჩვენ. ზუსტად მსოფლიო რუკაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალიც ზუსტად ის არის და მისი დებულებაში ეს წერა, ეს არის შემეცნებითი არხი. ამიტომ საჭიროა რომ ვიცნობდეთ რა ხდება გარეთ. ძალიან საინტერესოა. ჩამოვჭერთ მოვლენებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოვჭერთ აუცილებლად მოვლენებს. როგორც დავინახეთ. რამდენიმე გამოკითხვა ჩატარდა ბოლო ხანს საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც ფორმულირება იყო კითხვის ესეთი, რომ ხვალ რო საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვისმიცემდით ხმას და ლეპენმა მიიღო, ასე ვთქვათ, ისეთი მხარდაჭერა, რომელიც აქ თვითონაც ვერ ოცნებებოდა ამაზე, იმიტომ რომ ასეთი რეიტინგი მას არასოდეს არ ქონია. თქვენი აზრით რა გახდა ამ რეიტინგის მომატების მიზეზი, ეს არის თქვათ მისი დაპირებები საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით თუ უფრო თქვათ მოქმედი მართველი პარტიის ჰოლანდის სოციალური ეკონომიკური პრობლემების რეფორმების რალია. ესე იგი, კითხვა საინტერესოა, მაგრამ ეს ძალიან კომპლექსური თემაა. რადგანაც მარი ლეპენი არის ძალიან გაკრიტიკებული თვითონ საფრანგეთში. ძალიან აკრიტიკებენ მისი რადიკალიზმის ზუსტად გამო. ხო, ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა სიკვდილით დასჯის აღდგენაც. მისი პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური ალიანსები ძალიან საეჭვოა. ძალიან დიდ გამოხმაურებას იწვევს, იმიტომ რომ ეს არის ის, რამაც შეიძლება ევროპის ისტორიული წარსულის შეცვალოს. ამიტომ თვლიან, რომ ეს ქალი წარმოადგენს პოლიტიკურ საფრთხეს ზუსტად საფრანგეთისთვის, ამას ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს ფრანგების, მაგრამ მართალია, რომ მისმა პოპულარობამ აიწია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისლამისტური სახელმწიფო გაძლიერდა, შარლი ებდოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ და მით უმეტეს კრიზისული მდგომარეობის, ეს რადგან საფრანგეთში არის უმუშევრობის დიდი ეკონომიური კრიზისი და დიდი უმუშევრობა. და ამიტომ ამას ხშირად მარინ ლეპენს აწერენ იმას, რომ თამაშობს შიშის ამორჩევლს, შიშის არჩევნებზე. ამიტომ ძალიან აკრიტიკებენ, ამავდროულად შიშსაც იწვევს, მაგრამ არის აი, როგორც თქვენ ამბობთ, 3-დან 1 ადამიანი დღეს მზად არის მისცეს ხმა. დღეს ესეთი მოცემულობაა და თვითონაც ამითი ძალიან ამაყია, მითხრა რომ ეს ის რეიტინგია, რომელიც სარკოზის ჰქონდა 1 წლით ადრე არჩევნებამდე. ამიტომ არავინ არ იცის რა მოხდება საფრანგეთში 1 წლის შემდეგ არჩევნებზე. ხო, იქაც თუ არ ვწდები სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიაც გარკვეულად იმიგრაციის თემას ეხებოდა, იქ ბოშების საკითხი იყო. სხვათა შორის ბოშების საკითხი იყო და სხვათა შორის ეს იმიგრაციის საკითხი ზუსტად სარკოზის პერიოდიდან დაიწყო და ხშირად პოლიტიკური манипуляციის იარაღი ხდება. მართალია რომ დღეს ამ ისლამისტური სახელმწიფოს ომების შედეგად ძალიან ბევრი მასობრივი იმიგრაცია ევროპაში, უამრავი ადამიანი აწყდება ევროპის საზღვრებს, მაგრამ ეს გადანაწილება მე სხვადასხვანაირად ხდება ეს ეკონომიურ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული სოციალურთან და ასე ინტეგრაციის რაც მოყვება რაც შედეგია მაგრამ რა თქმა უნდა რომ ეს ხდება პოლიტიკური манипуляციის შედეგი და მარინ ლეპენს აწერენ იმას რომ ეს ამ შიშზე სწორედ რომ თამაშობს მაგრამ არიან ადამიანები ვის თვლიან რომ ეს ესე არ არის მაგრამ ის არის ხშირად იმაზე საუბარი რომ მარინ ლეპენი მაგალითად ფინანსდება რუსეთიდან და მაგალითად ვლადიმერ პუტინს ძალიან აწყობს მარინ ლეპენის გაძლიერება, რადგანაც უნდა რომ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებთან ერთად მანაც მიიღოს მსოფლიოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. პუტინზე გეგონება უყვარს, ხო? ყოველ შემთხვევაში ანტიამერიკელია და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ საფრანგეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი და იარსებოს ამერიკელების გარეშე. ეს არის აბსოლუტურად ახალი ფენომენი, რაც აფრთხობს ნამდვილად ევროპას. თქვენ შარლი ებდოს ამბავი ახსენეთ, ის მოვლენები გვახსოვს, მაშინ მაგ ამბებს მოყვა გარკვეული აგრესია მუსულმანთა ჯგუფების მიმართ, გვახსოვს იყო საკმაოდ ხშირი შემთხვევები თავდასხმების. რამდენად თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო უფრო რაღაც ემოციური რეაქცია ამ ტრაგედიაზე, თუ უფრო რაღაც იდეოლოგიური საფუძვლები აქვს ამ მოვლენას საფრანგეთში და რამდენად შეუძლია თქვა თუ ეს ასია გავლენა იქონიოს ხვალინდელ საფრანგეთის პოლიტიკურ ყოფაზე და პოლიტიკურ მოცემულობაზე. იცით რა არის ძალიან მწვავეა ეს და რა თქმა უნდა რომ ეს იყო ემოციური აღშფოთება ჯერ არა მხოლოდ საფრანგეთის, მთელი მსოფლიოსი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რაც ფრანგ ხალხს დაემართა. ამიტომ რა თქმა უნდა ემოცია ძალიან დიდი იყო, მაგრამ შიშიც ძალიან დიდი გაჩნდა ამის შედეგად. ამიტომ ეს იდეოლოგიური ცვლილებები როგორ შეიძლება რანაირად მოხდეს, დღეს მე არ ვარ პოლიტოლოგი, ამაზე ანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შიში ძალიან დიდია. ძალიან დიდი. ჩვენ რუსეთის თემა გავიგეთ.
პოდით ამისი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა ჩვენი ადგილი. რა გველოდება ხვალ, ვინაიდან ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ვადგევართ და თუ ვთქვათ ევროპაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია, რა ბედიელი საქართველოს თქვენი აზრით, იმიტომ რომ მარტო ეს ლეპენის შემთხვევა საფრანგეთში მარტო არ არის ერთეული შემთხვევა, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ გამოჩნდა ნაციონალური იდეების გამძაფრება. საქართველოს არ იცნობს. მე საერთოდ არ ინტერესდება ამ თემით. მე ეგეთი დაბაჭდილება დამჭა. არა, იცით როგორ არის? შეიძლება ითქვას. არ იცნობ საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს არ თulis დიდ პოლიტიკურ მოთამაშედ, ამიტომ საქართველოს მისთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი ქვეყანა, ის ჩანს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცის რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ძალიან კარგად იცის რა პოლიტიკური თამაშებია, რა როლი აქვს რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში, ასევე უკრაინის და მისთვის უფრო ადვილია თქვას რომ ეს ყველაფერი ამერიკელების პროპაგანდის და ამერიკელების საერთოდ საგარეო პოლიტიკის შედეგია, ვიდრე რაიმე თავის მოსაზრება გამოთქვას. ამიტომ, ყოველ შემთხვევაში ეს მიიჩნევს რომ ასეა, მისი პოლიტიკური ხედვა არის ეს. საქართველოს იცნობს ზუსტად იმ ფაქტორში და იმ ჭრილში, როგორ ამ მდგომარეობაც არის დღეს, მაგრამ თქვენ ამბობთ, რატომ ამაზე უფრო არ ამახვილებს ყურადღებას, რადგანაც ეს არ არის მის ინტერესებში აბსოლუტურად არ შედის. ეს არ არის ჩვენთვის სასურველი, რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოსთვის მომგებიანი. არავინ არ იცის რა მოხდება არჩევნებზე. მაინც ყველას იმედი აქვს, ძალიან ბევრს ადამიანს აქვს იმედი, რომ საქართველო არის საფრანგეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, საქართველოს ალბათ. დემოკრატიული ქვეყანა და მსგავსი რადიკალური ტენდენციების ადამიანის გამარჯვება შეუძლებელი იქნება, რაც მოხდა 2002 წელში, როდესაც შირაკის არჩევნები, პრესაპრეზიდენტო არჩევნები იყო და ამავდროულად მეორე ტურში გავიდა მარინ ლე პენის მამა, რომელიც იყო გამოვიდა პარტიიდან. რომელიც თვითონ გამორიცხა პარტიიდან, რადგანაც მან აბსოლუტურად ანტისემიტური ტექსტები, ფრაზები და იდეოლოგიის გატარება გააგრძელა, რადგან ეს ყოველთვის ამას აკეთებდა და კალმა ჩათვალა, რომ ეს აღარ იყო მისთვის საინტერესო, რომ ამის ყოფილიყო მისი პარტიის წევრი, რადგანაც ამბობს, რომ მათი იდეები ერთმანეთისგან განსხვავდება. რამდენად განსხვავდება, ეს ალბათ საფიქრალია. რა თქმა უნდა, მაგრამ მე კიდევ რადგან პოლიტოლოგია რომ ამის შეფასება ცოტა რთულია. ესეთი შეკითხვა მაქვს, ჩვენ საუბრობთ საქართველოს კონტექსტზე და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო, რომელსაც უჭირავს ესეთი კურსი ევროპისგან, იყოს ინფორმირებული ამ მოვლენების შესახებ, იცოდეს ასეთი ფენომენების შესახებ, როგორც არის ეს ქალბატონი. ასევე ალბათ მნიშვნელოვანი არის ინფორმაცია საქართველოს შესახებ გადიოდეს გარეთ ევროპაში. თუ რა ხდება აქ, რა მოვლენები არის, რა ტენდენციები შეინიშნება საქართველოს, უბრალოდ ვის უჭერს საქართველოს მხარს, იზიარებს თუ არა ქართული მოსახლეობა თუ პოლიტიკური კურსი საქართველოსი, აი ესეთ ცვლილებებს ევროპაში, რამდენად ვართ წარმოჩენილები ევროპაში, ეს მინდა და მეკითხა. იცი ძალიან საინტერესოა, მართალია რომ საქართველოში ადამიანები აბსოლუტურად მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ვაკუუმი არის ინფორმაციის. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინფორმაცია მაინც შემოდის ქვეყანაში, ეს თითქოს უკავშირდება რაღაც კერძო პოლიტიკურ ინტერესებს, ასე შემდეგ და რაღაც ხდება ამისი მიკერძოება. სიტუაციის და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს რეალური ხედვა, რას ნიშნავს საზღვრებს გარეთ დასავლეთი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციისთვის, რადგან დაინგრევა ეს კლიშე ხედვა, რაც არსებობს, იმიტომ რომ სტერეოტიპები ძალიან ბევრია. დღესდღეობით არსებობს შიში, არსებობს გაურკვევლობა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც ის, რომ მართალია სწორი კითხვა, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ხსენება ჯერითი ევროპულ პრესაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არის კომუნიკაცია, საკომუნიკაციო ენა, რის საშუალებითაც შენ არსებობ პოლიტიკურ რაც ასევე თუ აბსოლუტურად გეოპოლიტიკურ სიხურების კომპეტენციაც არის. აუცილებლად ეს არის დიპლომატიური პასუხისგებლობა იმ საგარეო საქმეთა წარმომადგენელი უწყებებისთვის, როგორც არის საელჩოები, დიპლომატები და ასე დიპლომატიური კორპუსები და ასე შემდეგ, რომლებსაც ეს პასუხისგებლობა ევალება და არიან ადამიანები, ვინც ამაზე ნამდვილად მუშაობენ. მე ვისაუბრებ ბევრ დიდი გამომცემლობების, ვთქვათ, რედაქტორებს საფრანგეთში, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ არ არის თქვენ შესახებ ინფორმაცია. აბსოლუტურად არანაირი ტიპი, არც ერთ სფეროში. არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც პოლიტიკურ ჭრილში იყოს რაღაც ისტერიული მოვლენების გაშუქება. ესიც აუცილებელია პოლიტიკურ ჭრილში ხდება, მაგრამ აუცილებელია კულტურული, ეკონომიური და ასე შემდეგ ინფორმაცია ჰქონდეთ, რა სად არის საქართველოს რა თქმა უნდა, შენ ხარ მონაწილე მსოფლიო ცვლილებების და პოლიტიკის, გეოპოლიტიკურ საკითხში მოიკითხები როგორც ყველა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
და სხვაგან როგორ ჩაიხ საფრანგეთში გამქრალ ვართ და სხვაგან როგორ არის საქმე. იცით რა არის ძალიან ნაკლებად საუბრობთ საქართველოზე ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ნამყოფი არის საფრანგეთის პრეზიდენტი, საკმაოდ ისეთი მეგობრული ორი პრეზიდენტი არის ნამყოფი საქართველოს, რომელიც მეგობარი ქვეყანა არ თქმა უნდა, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა კი. და აუცილებელია და ის ინტერვიუების საშუალებით, რის გაკეთებასაც მე ვაპირებ, ძალიან საინტერესო იქნება, ის იქნება კულტურული, სოციალური, პოლიტიკური კიდევ მეორე საუბრები, რითიც მაგალითად მოხდება კომუნიკაცია საქართველოსა და საზღვარგარეთ შორის. მე ვიცი, რომ ლეპენთან საკმაოდ სხვა თემებზეც იყო, ხო, ლაპარაკი იქ. სად შეიძლება რა ფორმით შეიძლება თქვა ამ ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა გინდა ბეჭდური ან ვიზუალური სახით როგორ ვებზე იქნება კი ეს ვებზე იქნება თვითონ პირველი არხის საზოგადოებრივი მაუწყებლის და ადამიანს შეუძლია ნახოს 21 წუთიანი ინტერვიუ საუბრობთ კულტურაზე მის ადამიანურ ჰუმანურ შეხედულებაზე იმიტომ რომ მე გავიცანი ადამიანები ვინც მითხრეს რომ ჩვენ უყურებთ ამ ხალხს და გაგვიკვირდა რომ ცოტა ჰუმანური და ადამიანური მოგოჩვენა და ამ კითხვას მე უსმევ რატომ ამბობენ თქვენზე ამას და ის ამბობს რომ ისევე შექმნილი მითია რა თქმა უნდა ნუ იყო ესეთი ფრაზა მე პატარა გული მაქვს ხო? კი ამბობს რომ ბლოკავენ, სხვათა შორის არის არხები, რომლებიც მაგალითად მართლაც ბლოკავენ, რადგანაც მიაჩნიათ რომ ეს არის ისეთი ექსტრემისტული პარტია. თვითონ მარინ ლე პენი ამბობს რომ მას იმიტომ ბლოკავენ, რომ ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი სამომრჩევო ხმა აქვს და ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან რა თქმა უნდა და ამიტომ არ აწყობთ მისი გამარჯვება. დავუკვირდით თქვენს რამდენიმე უხერხულ კითხვაზე საკმაოდ განერვიულდა და ცოტა ხელის რეაქციებიც დაგიფიქსირებიათ ნახეთ ალბათ ხო? აი ნატოზე შეკითხვაზე, რუსეთთან შეკითხვაზე ცოტა გამოიყვანეთ შემთხვევაში. მე მგონი ისტორიული კითხვები და რა თქმა უნდა, ისტორიული იყო ზუსტად ის შეკითხვა რაც ძალიან ემოციური ამ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა ძალიან აინტერესებს მის როგორც ამბობს ჩემს პატარა გულთან არის ახლოს, ეს ერთხელ მითხრა. ამიტომ კი, რაც თქვენ შეატყოთ, ისე იყო ნამდვილად. თუმცა იმიგრაციაზე მაგალითად ამ შემთხვევაში საუბრობს ის, რაც მის პატარა გულთან ახლოს არის და უთანაგრძნობს გადაადგილებულ ადამიანებს, ამბობს, რომ იმიგრაციას არის უფრო საშიშროება, ვიდრე რაღაც კულტურული სიმდიდრე, ხო? კი, რა თქმა უნდა. ესეთი დამოკიდებულებაც აქვს. თქვენ რო იქნება ნახავთ მაყურებელი, რომ ეს არასოდეს არ მოიკითხება როგორც კულტურული სიმდიდრე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. ჩანს მხოლოდ პრობლემები, ბავშვების ერთად გახდა ბიჭების გოგოების, იქ სხვადასხვა საჭმლის მენიუს შეკვეთა სკოლებში, ან ძალიან ყოფითი პრობლემები და არა ის, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის მულტიკულტურული იყოს ევროპა და ამითი არის ზუსტად საფრანგეთიც ალბათ თვითონ დიდარი, რომ ერთ დროს სწორედ ამ სხვადასხვა ერების თანამონაწილეობით აი ჯაზზე ვსაუბრობდით, რომ მაგალითად თელი ჯაზი მაგათ უკავია ჩამოსულებს დღეს. ფრანგი ჯაზს აღარ აქვს, ხო, ეგრე. მე-19 საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის მე-19-ის ბოლოს რომ არ ყოფილიყოს მასობრივი იმიგრაცია, დღეს ნაკლები კულტურული სიმდიდრე ექნებოდა საფრანგეთს. ეს ამას თვითონაც ამბობენ და აფიქსირებენ, მაგრამ დღეს მდგომარეობა და ვითარება სოფლიო სიტუაცია სხვა არის. ამიტომ ყურადღება საჭირო საქართველოს ყველა მიმართულებით. თქვენს პირად გეგმებზე მიდაკითხოთ ამჟამად, როგორც მსახიობის და ასე ვთქვათ შემოქმედებითი გეგმების შესახებ. მუშაობს სატელევიზიო პროექტზე, მუშაობს სატელევიზიო პროექტზე, ისევ ამას მაყურებელი მე სხვა მომავალში ხილად და ვისაუბრებთ კიდევ ალბათ შემდეგში ამ თემებზე. ვაკეთებთ დოკუმენტური ფილმების წარმოებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განმანათლებლებს ეხებათ და ფილმებშიც აი არის პროექტები, რომელიც მაინტერესებს, ალბათ მიიღებ ამაში მონაწილეობას, დროის მიხედვით ვანაწილებ საერთოდ ჩემ მოქმედებს. დროის და მოწონების იმისა, რაც მე მომწონს და რაც მინდა გავაკეთებ, რაც იყო ზუსტად ეს პროექტი მშვიდობითი არაღაც, რაც შარშან გავაკეთეთ საქართველოში. საკმაოდ კარგი გამოხმაურება ქონდა ამ პროექტს, რადგანაც ამ ტიპის ესეთი შოუ ძალიან იშვიათი არის საქართველოში და საქართველოსთვის აბსოლუტურად სხვანაირი გამოჩნდა ეს პროექტი, ეს იგივე ток-შოუ რომ ყოფილიყო ევროპაში, სულ სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად მოერგო ქართულ რეალობას. აი როგორ შეაჯამებდით პირველ სეზონს, რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევა? მიღწევა არ ვიცი როგორ გითხრა, შეიძლება ძალიან ესეთი დიდი სიტყვა არის, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო განსხვავებული სოციალური სფეროს ადამიანების ერთად შეკრება. აი რამდენიმე ოპერატორი იყო ჩვენთან ერთად მუშაობდა, ახსოვთ ამათ როგორ მუშაობდით. ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც ეს იყო ბინის განწყობა, ანუ შინაურული განწყობა და რამდენად შეიძლებოდა სხვადასხვა სოციალური სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრათ ერთად ყველანაირი მენტალური ბარიერის გარეშე. და ძალიან რთული ყოფილა საქართველოში, რადგანაც ეს იერარქიული შიდა გაუთვითცნობიერებელი კომპლექსი მაინც არსებობს ადამიანებს შორის. უფრო ალბათ შიში თავისუფალი სიტყვის გამოთქმის და არა წარმოჩენის თავის რომ მაინც ყოველ შეიძლება კარგად წარმოჩდეთ. და ეს ძალიან გულდასაწყოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები არიან საქართველოში. ეს დაინახეთ.
ნუ რა თქმა უნდა რომ არიან ძალიან ჭკვიანი ადამიანები, ძალიან კარგი აზროვნება აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არის მაინც შიში საკუთარი თავისუფლების. და შემდეგ გამოდის რომ თავისუფლების კი. საინტერესოა. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენ პროექტში, ისევე როგორც ტელევიზიაში, ასე ვთქვათ, იმ შემოქმედებით პროექტებში, რომელსაც ეს თვალ არ გიკონკრეტულად, მაგრამ მაინც. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესო იყო ეს საუბარი და დაველოდებით ვებგვერდზე ამ მასალას და უცებად. ძალიან დიდი მადლობა თქვენს. ჩვენს მაყურებელს ექნება შესაძლებლობა სრულად ნახოს ეს ინტერვიუ ჩვენს ვებ პორტალზე communicatori.gi, ისევე როგორც ატელევიზიო ნაწილი ამ ინტერვიუსი, ასევე ის ნაწილი, რომელიც ინტერნეტში გავიდა, ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით, ჩვენი სტუმარი იყო ოლგა ბაბლუანი, დროებით.